გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ძვირფასო რადიო მსმენელებო. ქედისხმის კიდევ ერთ გასაოცარ გადაცემაში. მე ვარ კორესპონდენტი თიკა დაკიძე და შეგახსენებთ, რომ ქედის სათემო რადიო მუშაობს პროექტ მისიხმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია DVV International-ის მიერ. მას პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო, რადიო Z. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის პოდკასტი, რომლის თემაა ქალთა უფლებები. თუმცა სანამ უშუალოდ მთავარ ნაწილზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ სათემო რადიოს მომხიბლავი ისტორია. უშუალოდ რას უკავშირდება მისი შექმნა, მთავარი მიზანი და რა პრინციპებს ეყრდნობა იგი. პროექტი მისი ხმა. პროექტის ფარგლებში საქართველოს 12 რეგიონში 12 სათემო ქალთა რადიო შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში და კულტურულ ცხოვრებაში. რადიოებს საგანმანათლებლო მიმართულებები ექნებათ. ისინი მნიშვნელოვანი ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებასა და საჭირო უნარების განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული, რათა ამაღლონ ქალთა და თემის სხვა წევრები ცნობიერება მათ როლზე საზოგადოებაში, მათ უფლებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე. პროფესიონალი სცენარისტების მიერ ქალთა საკითხებზე შექმნილი რადიო პიესა ყველა რადიო გადაცემის ნაწილი იქნება. რადიო პროგრამა ასევე მოიცავს ფსიქოლოგიის კონსულტაციებს ბიზნესში, კულტურაში, პოლიტიკაში და სოციალურ აქტივობებში ჩართული წარმატებული ქალბატონების ისტორიებს. ასევე მოიცავს მუსიკას, ლიტერატურულ კლუბს, სადაც ქალი პოეტები საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ საზოგადოებას და ასე შემდეგ. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო, რადიო Z, რომელიც ქართულ სათემო რადიოებს კონსულტირებას გაუწევს. რადიოების დაფუძნება მოხდება ზრდასრულთა განათლებისა თუ სათემო განათლების ცენტრებში, რომლებიც გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით შეიქმნა. ტერმინი ქალთა უფლებები დაკავშირებულია ყველა ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებთან და თავისუფლებასთან. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკანახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიის და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით. ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ გადაწყვეტილებების მიღება სტრუქტურაში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს. საერთაშორისო სამართალში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი, რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. ქალთა უფლებების დასკვნასთან დაკავშირებით ფუნდამენტური პრინციპი ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებით. სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომელიც 1958 წელს შეიქმნა. საერთაშორისო აქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო ასპექტში, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ, იუნესკოს კონვენციაში განათლების სფეროში და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონვენციაში მამაკაცთა და ქალთა მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ. ქალთა სტატუსს აწესრიგებს ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებით, როგორიცაა კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ და კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1979 წლის 19 ნოემბრის კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ. იგი ითვალისწინებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის სახელმწიფოს მიერ ამ უფლებათა შესრულების ზედამხედველობის მექანიზმს. გაეროს ფარგლებში მოქმედებს კომისია ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დამხმარე ორგანოა. საინტერესოა, როგორ ვითარდებიან ქალები საქართველოში. მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. ქალები საქართველოში ცხოვრობენ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც სწრაფად ვითარდება. საბჭოთა რეჟიმის ათასწლეულების შემდეგ 1990-იან წლებში კულტურამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. შეიძინა დასავლური ღირებულებები, მაგრამ ასევე ეკონომიკური სტაბილურობაც შეეხო. ისტორიული კონტექსტი. თითქმის მთელი მე-20 საუკუნე საქართველო იყო სსრ კავშირის წევრი. 1991 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.
როგორც ყველა სხვა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკის გაჭირვება გადასული იყო დაგეგმილი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე. უმუშევრობამ, ეკონომიკურმა დესტაბილიზაციამ და კონფლიქტებმა ზიანი მიაყენეს მოსახლეობას, განსაკუთრებით 1990-იან წლებში. მოსახლეობის თვალსაზრისით 10 მაცხოვრებიდან 8 ეთნიკურად ქართველია, მაგრამ არსებობენ ასევე ეთნიკური უმცირესობები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები და სხვა. მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ 10-დან 1 მუსლიმანია. რაც შეეხება საკონსტიტუციო დებულებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ციტირებ, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. მოდით განვიხილოთ ქალების როლი საზოგადოებაში. იმის გამო, რომ ქართული კულტურა პატრიარქალურია, ქალებს ენიჭებათ პატივისცემის რაინდული ფორმა. ქალს შეუძლია ერთად ჰქონდეს მარჩენალისა და დიასახლისის როლი. სახლის საქმეების უმეტესობას აკეთებენ ქალები. სქესის მიხედვით არ არსებობს შრომის აშკარა გამოყოფა. გარდა ეგრეთ წოდებული ფიზიკური შრომის სფეროებში, მაგალითად, სამთო მრეწველობის სფეროში, საქართველოს დედის ქანდაკება, ქართლის დედა, რომელიც დგას თბილისის ფერდობზე, მთელ ქალაქს გადახურებს. ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს ეროვნულ ხასიათს. მარცხენა ხელში უჭირავს ღვინით სავსე ფიალა, რომლითაც მასპინძლობს მეგობრებს, ხოლო მარჯვენა ხელში უჭირავს მახვილი, რომლითაც ხვდება მტერს. ქართველმა ქალებმა შეძლეს სხვადასხვა პოზიციების მიღება სამხედრო სფეროში, მათ შორის არიან რამდენიმე პროფესიონალური მებრძოლი და ვეტმფრენის პილოტი. ასევე მცირე რაოდენობით არიან არმიის სპეცრაზმში. ბევრი ქალი დასაქმებულია სასამართლო სფეროში, ასევე უკავიათ მთავრობაში თავიანთი პოზიციები. მიუხედავად ამისა, არც ერთ ქალს არ შეუძლია გახდეს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ან თუნდაც მულაჰი მუსლიმანების სასულიერო წინამძღვარი. მიუხედავად ყველაფრისა, ეგრეთ წოდებული ტრადიციული სტერეოტიპების სქესის მიხედვით სოციალურ როლებში თანდათან იცვლება, რადგან ახალი თაობის ქალები იღებენ სათანადო განათლებას. ტანსაცმელზე ნორმები დაწესებულია მხოლოდ ეკლესიაში. ქალებს უნდა ეკეთოთ თავსაბურავი და ეცვათ კაბა ან ქვედაბოლო, რომელიც მისაღებია. საქმიანობა. საქართველოში შრომის კოდექსი განსაკუთრებულად იცავს ქალებს. მეორე მუხლის გათვალისწინებით, შრომით ურთიერთობების მესამე პუნქტის თანახმად, შრომითი და წინასწარ ხელშეკრულებულ ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის რისკის კანის ფერისა, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გარემოებისადმი, მათ შორის პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო, გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონი ქალთა დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. ქალების მიმართ ძალადობა. 2006 წელს საქართველომ დაადგინა კანონი ოჯახური ძალადობის აღმოფხვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით. 2007 წელს საქართველომ დაადასტურა ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ, თუმცა შემოგთავაზებთ რადიო პიესას, რომელიც კონკრეტულად ჩვენი რადიოსთვის არის შექმნილი. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე. მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენი მსმენელი. მოგესალმებით მეგობრებო.
ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ. გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც 60-ოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომ დებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც იტყვით, შენი საქმე არ არის და მართალიც რა, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ რა თქვა, არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა, რომ მე გოგოები არის, ქალები არიან, ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ, 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდები თუ სახში დაღლილი არ ახარო, გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერ ვარ და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სად უშვებთ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სად უშვებთ, არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭირ, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამოგბძანდით. სად უშვებ ამხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ გცხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება, საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი, რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე, იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები. ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ, ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ერთ-ერთ ქალს ვერ ნახავთ, რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ, რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი, რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის, რომ ზამთარი გაიხალისონ და გაირას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არც გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულისწყობა. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში. მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს თეთრკარავში შევიკრიბეთ სკოლის პედაგოგები არ გვეყოლება წამყვანი, რადგან დროისედაც მცირეა და პრობლემები უამრავი. მე დაწყებითის პედაგოგი გახლავარ და ხოლო ჩემს გულის ტკივილზე ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის სამწუხარო, ბავშვებს რომელი სახელმძღვანელოთი შევასწავლოთ ესა თუ ის საგანი. ჩემი მოვალეობა იმ წიგნის სწავლება, რაც დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ. მაგრამ გეკითხებით რა გულით უნდა ავუხსნა გაკვეთილი და შევაყარო პატარებს ის, რაც თავად არ მომწონს და ყოველი ტექსტის მიმართ შინაგანი პროტესტი მაქვს. ძალიან გთხოვთ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, გადახედეთ იმ წიგნებს, რითაც თქვენი შვილები განათლებას იღებდნენ და დაფიქრდით მოგწონთ, ან თუ მოგწონთ რა ნიშნით მოგწონთ. იქნებ ჩვენს გავაგებინოთ. თუ წაიკითხავთ, ბევრი ფიქრი არ დაგჭირდებათ იმაზე, რომ თუნდაც პირველი წიგნი, რომლითაც პატარები მშობლიურ ლიტერატურას უნდა ეზიარონ, ახლოსაც ვერ მივა იაკობ გოგებაშვილის დედაენასთან. მაშინ რა ხდება? რატომ ვცვლით? თუ უკეთეს ვერაფერს ვთავაზობთ პატარებს. დაწყებითი სკოლა ხომ საძირკველია, რაზეც მერე უნდა დაშენდეს ყველაფერი. ძალიან გთხოვთ, ყველა მიფიქრეთ ამაზე, ეს მთელი ერის საზრუნავია და იქნებ გამოსავალი ერთად გამოვნახოთ. ნუ დაუსახიჭრებთ ბუნებას პატარებს. მერე ძალიან გვიან იქნება, ხომ გახსოვთ ყველას ჩვენი ბრძენი წინაპრები, რასაც გვეუბნებოდნენ. თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია. მოგესალმებით. მე მათემატიკის პედაგოგი გახლავართ და ჩემ შემთხვევაში უფრო რთული იქნება ყველასთვის გასაგებ ენაზე საუბარი იმ პრობლემებზე, რაც ჩემს საგანს უკავშირდება. დაწყებითების გარდა ყველა კლასს ვასწავლე და მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ თავადაც მიჭირს რაღაცეებში გარკვევა. ჩემი დაკვირვებით და სხვა პედაგოგებთანაც მქონია ამაზე საუბარი, გამიზნულად არის შეტანილი უნდოვანება ბევრ საკითხში. და ახლა ვეცდები ახსნა, თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი. ჯერ ერთი, როცა მოსწავლეს უჭირს გაერკვეს ამოცანის შინაარსში და ვერ ხსნის მას დამოუკიდებლად, რამდენიმე შემთხვევის შემდეგ ის კარგავს თვითრწმენას, რომ მას არ აქვს უნარი დამოუკიდებლად დაძლიოს და შეისწავლოს საგანი. აქედან ჩნდება რეპეტიტორის აყვანის აუცილებლობა. თითქმის ყველა ჩემი მოსწავლე იშვიათი გამონაკლისის გარდა მათემატიკაში ემზადება და მხოლოდ იმისთვის, რომ რეპეტიტორმა გასაგებ ენაზე გადმოუთარგმნოს ის, რაც სახელმძღვანელოში წერია. რატომ? როცა შეიძლება, რომ მარტივად და გასაგებად მივაწოდოთ მოსწავლეებს ეს საგანი და კი არ შევაშინოთ და შევაძულოთ, არამედ გავუადვილოთ სწავლად და შევაყვაროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მეგობრებო, მე ინგლისურის პედაგოგი ვარ და რაზეც ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ არის ის, რომ ამ თაობამ აქამდე ყველა თაობაზე უკეთ იცის ინგლისური ენა. ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ბავშვებს, სულ პატარებიდან დაწყებული უფროს კლასელები დამთავრებული. მაგრამ რა ხდება? ჩემთვის უდიდესი და გადაუჭრელი პრობლემაა მათი დამოკიდებულება მობილურების მიმართ. ვერანაირად ვერ ვახერხებ მათი ყურადღების ბოლომდე მიპყრობას. განუწყვეტლივ ტელეფონში არიან თავჩარგულები და საერთოდ ამაზე მეტად არც არაფერი აინტერესებთ. ხან თხოვე, ხან გაუბრაზდი, ხან ჩამოვართვი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ეს უკვე ვირუსივითაა, რომლის საწინააღმდეგო რაღაც შესაბამისი ვაქცინაა გამოსაგონებელი. არ მგონი ეს მარტო ჩემთან ხდებოდეს. იფიქრეთ ამ საკითხზე, ერთად ვიფიქროთ და იქნებ რამე გამოსავალიც ერთად გამოვნახოთ. თეთრ კარავს კი დიდი მადლობა ჩემგან.
პედაგოგებისგან, რომ საშუალება მოგვეცა, სადმე მაინც დაგვეფიქსირებინა ჩვენი გულის ტკივილი. მომავალ შეხვედრამდე.